ისე მე მინდა რეგიონში ვიტრიალოთ იმ თვალსაზრისით რომ აი სულ ახლახან აზერბაიჯანში ჩატარდა ახალი მსოფლიო წესრიგისკენ ფორუმი და ამ ფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა რომ მზადდებოდა გადატრიალება აზერბაიჯანში თქო არაერთხელ მზადდებოდაო და ორანჟისფერი რევოლუციის მცდელობაც იყო 20 წლის წინათ, მაგრამ ახლა მიუხედავად იმისა, რომ ისინი აკონტროლებენ თანხებს, მოგეხსენებათ აზერბაიჯანში მოქმედებს კანონირის მიხედვითაც ყველა ეს უცხოური გადმორიცხვა კონტროლდება და ეს გრანტი უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს ხელშეკრულება უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, ყოველ შემთხვევაში ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომი, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ყველა ნაკადს ვერ ვაკონტროლებდით, როგორც ალიევი ამბობს და ჩვენ ბავშვების სამსახურმა რაღაც $1 მილიონზე მეტი აღმოაჩინა, რომელიც ანგარიშიდან გატანილი, ანუ სხვადასხვა ანგარიშებიდან ეს ფული აღმოჩნდა ოპოზიციის ბინებშიო, იქ იყო მოლოტოვის კოქტეილები და ამზადებდნენ სამთავრობო შტურმს და ძალოვან უწყებებზე თავდასხმებს. ამის პარალელურად ამაზე ჯერჯერობით რეაქცია არ ჰქონია ევროკავშირის და დასავლეთის, განსაკუთრებით NDI-ზე იყო აქცენტი და თქვათ იქ ნახსენები იყო ესეთი წამყვანი გამოცემები New York Times-ი, Washington Post-ი, ევროპული გამოცემები, კი ბატონო, Figaro, Le Monde, ეს იყო ნახსენები და თუმცა მათი მხრიდან ჯერჯერობით განცხადება არ გაკეთებულა, უფრო ადრე სამარყანდში Ursula von der Leyen-მა თქვა, რომ აზერბაიჯანი ახსენა ყოველ შემთხვევაში, როგორც ერთ-ერთი საკმანძო ქვეყანა იმ დეირეფნის რომლითაც შუა აზიასთან წვდომა ექნება ევროკავშირს და შუა აზიის რესურსებთან და ეს მიმოსვლა იქნება. რამდენად აი რა ლოგიკა იკითხება გადატრიალებების მომზადებაში იმ ქვეყნებში, რომლებთანაც თანამშრომლობს, ასე გამოდის ევროკავშირი, თუ ამ სამიტით ვიმსჯელებთ სამარყანდის და ჩვენგანი და აზერბაიჯანიდან მიეწოდებათ მათალი აზერბაიჯანულგაზრდა ჩვენი ტერიტორიით ენერგორესურსებით ეს არის რუსეთიდან გვერდისავლის ეს ყველასთვის ცნობილია გვერდისავლის გზა რომ თან ერთი ხელით მოლაპარაკებებს მართავდე რომ ითანამშრომლო და ტკბილად და კეთილად უღიმოდე მეორე მხრივ ეხლა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამბობს რომ გადატრიალებებს ამზადებდა ასევე ყირგიზეთში გეგმებოდა გადატრიალება ყირგიზეთს იღებდა მონაწილეობას ხო სამარყანდის სამიტში რომელიც გაიმართა რამდენიმე დღის წინათ. აი ეს რამდენად ლოგიკური ეს ურთიერთგამომრიცხავი, უბრალოდ რა მიზანს ემსახურება ეს ურთიერთგამომრიცხავი ქმედებები დასავლეთის მხრიდან თუ ვერ წმნებით აზერბაიჯანის პრეზიდენტს რომ გადატრიალება მართლაც მზადდებოდა აზერბაიჯანში და საქართველოსა და აზერბაიჯანს რა პოტენციალი აქვს რომ მეტნაკლებად დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატაროს და რამდენად გულწრფელია ალიევი, როდესაც საქართველოს იცავს უხერხულ კითხვას ვიცი დიპლომატიური თვალსაზრისით, მაგრამ მე სიკეთეს და სიყვარულს ქვეყნებს შორის არ მწამს. ხო, კომპლექსური კითხვაა. დიახ. დავყოთ საერთოდ. უნდა დავყოთ, კი ბატონო. მე შევეცდები მაქსიმალურად არ ჩაგერიოდე და ხმა არ ამოვიდა. დავიწყოთ ესე იგი ესე გულწრფელია თუ არა აზერბაიჯანი და დავუშვათ ამბობს თუ არა სიმართლეს პრეზიდენტი ალიევი, როდესაც ამბობს რომ მზადდებოდა გადატრიალება აზერბაიჯანში. უпростоრეთ მართალია თუ არა ალიევის ის განცხადება, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს, რომ პერმანენტული საფრთხე არსებობს მისი აზერბაიჯანში დესტაბილიზაციის შეტანის და მისი მმართველობის დამხობის, ესე იგი და ჩანაცვლების, ხო? თუ ის იყენებს ამ დავუშვათ ნარატივს იმისთვის, რომ მოახდინოს შიდა კონსოლიდაცია და დავუშვათ ტრისხატი გაამყაროს. და რომ მე უნდა ვიყო, თორემ მოხდება ეს. ხო. ახლა ჯერ ეს პირველი კითხვა. მეორე კითხვა არის ის, რომ როგორ ხდება ისე, რომ ერთის მხრივ, ესე იგი, აზერბაიჯანი არის პარტნიორი და მნიშვნელოვანი მიმწოდებელი სხვადასხვა, სატრანზიტო ხაბია ის შუა აზიის რესურსებისთვის და თავისი რესურსებისთვის საქართველოს გავლით ერთის მხრივ და ეს ნათლად ჩანს დაუშვათ რომ ევროპელებს ეს ჭირდებათ. ხო იყო Ursula von der Leyen გავახსენოთ ცენას და მაყურებელს ჩასული და დიდი ამბებიც უცნო, თუმცა შემდეგ კი ცოტა გააკრიტიკა ალიევი, მაგრამ ადგილზე კეთილად ეს რიტუალურად. დიახ. ხო, რიტუალური გაკრიტიკება, იმიტომ რომ ახლა რაც არ უნდა არ უნდადეს, მაინც უნდა აღნიშნოს ახლა, იმიტომ იდეოლოგიური ამბავი ახლა ვერ იტყვის ალიევს, რომ დემოკრატიული ქვეყანა, მაშინ როცა საქართველოს აკრიტიკებენ, აგერ
დემოკრატიული უკუსლა გაქვს ხომ? ნუ ეს არ ჭდება ახლა და ცოტა ამებს ცოტა უწევენ ხოლმე ანგარიშს ახლა მართალია სასაცილოც არის ეს იმდენად უხერხულად გამოსდით, მაგრამ ნუ იძულებული არიან რომ აი პარტიის გენერალურ ხაზს ფლათესე ახლა არ გადაუხვიონ, ხო? ანუ რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ერთის მხრივ ჭირდებათ და მეორეს მხრივ ხელს უწყობენ გადატრიალებას, ასე ვთქვათ, ხო? მესამე მხრივ დაუშვათ მესამე კითხვა იყო თუ არ ვწდები რომ ყირგიზეთში რა ხდებოდა. ყირგიზეთში ხო გადატრიალების ცდილობა აღიკვეთაოდა. ხო, აღიკვეთაოდა, შეესაბამება თუ არა ეს რეალობა. ეს რა თქმა უნდა. და დავიწყოთ პირველი აზერბაიჯანით. ყველაფერი გამოგჩენია კითხვებიდან. კიდევ იყო, მაგრამ იმას დავამატებ შემდეგ ჩვენ რამდენად პოტენციალი და რამდენად უწევია მხარდაჭერაში. მოიცავს ამას, კი ბატონო. პირველი რაც უნდა ვთქვათ, აზერბაიჯანი უპრეცედენტო ზომებს იღებს უსაფრთხოების თვალსაზრისით. კერძოდ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი რამდენი ხანია გადაკეტილია. აზერბაიჯანი შეიძლება მოხვდეს მხოლოდ საჰაერო გზით. ნუ ეს რა თქმა უნდა ახლა თავიდან იყო ეს ამართლებდნენ ამას იმით რომ კოვიდის განიცავდნენ თავს, როცა კოვიდი უკვე кайხანია ყველგან დამთავრებული ანეკდოტირებად ჩემი სახელს გარდა ყველგან დამთავრებული იყო, ნუ ახლა კოვიდით აღარ იმართლებენ თავს და იმართლებენ იმით რომ კი არ იმართლებენ, ამბობენ იმას რომ მზადდებოდა ძალიან სერიოზული ესე იგი დივერსიული ჯგუფები, მზადდებოდა გადატრიალება აზერბაიჯანში და აქედან გამომდინარე საქართველოსთან საზღვარი იყო დაცული. ნუ აზერბაიჯანელები ახლა ალიევმა ისიც თქვა რომ ის ბანკები საქართველოსთან, ნუ საქართველო იყო ბაზა, ასე ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები მათ ჰქონდათ ეს დაფინანსება, რომელსაც არავინ არ აკონტროლებდა, შემდეგ ისინი 1000 გვარი ასე ვთქვათ მაქინაციებით ამ ფულს გადაისროდნენ საჭირო ადგილებზე, სადაც რევოლუციური მოძრაობები იყო დასაფინანსებელი. ხო, ეს ხომ ვიცით და ამაზე აზერბაიჯანი და მუხტარლის საქმე ხო გვახსოვს რა არა მარტო იქ, აზერბაიჯანს და საქართველოს უშიშროების სამსახურებს შორის ამაზე მუდმივად იყო ესე იგი გარკვეული კონტაქტები, ხო? და აზერბაიჯანი ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იყო საკმარისად ესე იგი მტკიცე და მოქმედებები არ იყო მისი ეფექტური, იმის რომ აღიკვეთა აი ეს რა ქვია დივერსიული დაჯგუფებების პარპაში აქ. მერე დაიწყო ეს პროცესი, ხომ? რეგისტრაციის, ანუ უცხოური გავლენის აგენტურის შესახებ და დავინახეთ რომ ნახევარ საქართველოს აგენტი ყოფილი ირჩენდა სურვე ამ აგენტურული იმით ფულით თავს, ხო? იმიტომ რომ ახლა არასამთავრობო ორგანიზაციები რაც არ უნდა, ვინც არ უნდა რა ილაპარაკოს, ეს არის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ესე ვთქვათ და USAID იყო, ნუ ახლა რაღაც ტრანსფორმაციებს განიცდის. USAID იყო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს და სხვა სადაზვერვო ორგანიზაციების ოპერაციების ლეგალური საფარველი. იმიტომ რომ ახლა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დაფარული საიდუმლო ოპერაციების შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო, მათი საქმენი საგმირონია და მათ შორის ესე იგი თან გაიგო უშუალოდ ამერიკის ოფიციალური პირების. არა მარტო ეს ახლა თორემ ის ამერიკის ახლანდელი ოფიციალური პირების მიერ განცხადებული ეს ფაქტები ეს მხოლოდ გამოიწვია იმან რომ უამრავი მასალები იდება. უამრავი მასალები იდება და მათ შორის რა თქმა უნდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იგივე ყოფილი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების ესე იგი აღიარებითი ჩვენებები და მათი საჯარო გამოსვლები, მაგალითად ჯონ სტოკველის ცნობილი ესე იგი აღწერილობა, რაც აკეთებდა ცენტრალური სადაზვერვო და რამდენი საიდუმლო ოპერაცია აქვს მას ჩატარებული საზღვარგარეთ და უშუალოდ და რა სახის ოპერაციებია ეს და მათ შორის ისეთი სახის ოპერაციები ეს მე გულისხმობა 90-იან წლებამდე სანამ საბჭოთა დასვლამდე. ანუ რა ხდებოდა, ვის უჭერდნენ მხარს, როგორ ქმნიდნენ ამ ოლიგარქიებს, მერე როგორ აკეთებდნენ სამოქალაქო ომების ინსპირაციას სხვადასხვა ქვეყნებში, რომელსაც კოლოსალური რაოდენობით მსხვერპლი მოყვა.
და ეს რაც თავარია, ეს არის დეკლასიფიცირებული, განსაიდუმლოებული დოკუმენტები არსებობს ამის და ძალიან სამწუხაროა რომ ჩვენ თავაზე არავინ მუშაობს. იმიტომ რომ იქ ძალიან საინტერესო ინფორმაციებს ამოიღებ და უშუალოდ იგივე მაგალითად საქართველოში რაც ხდებოდა და ვინ არიან ისინი ის გმირები რომლებიც დღეს დათარეშობენ კუჩებში როდის იქნენ ისინი ესე იგი გადაბირებულნი და რა დავალებებს ასრულებენ დღეს ძალიან სასარგებლო იქნებოდა მათი მოწვევა საქართველოში ხოთაშორის ამ ყოფილი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებს ანუ ეს რას ვამბობ მე რომ ამან სახე იცვალა და მიიღო აი შედარებით აი ესეთი ფორმები ანუ რეჟიმების ჩამოგდების და დესტაბილიზაციების გამოწვევის მექანიზმები რა თქმა უნდა განიცდის ტრანსფორმაციას მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესთან და საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაციების ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ვითარდება, იხვეწება და უშუალოდ ეს მეთოდებიც და ახლა უბრალოდ ახლა ეს პოლიტიკური მკვლელობები და რაღაც მოწამლები და ესეთი პროვოკაციების გამოწვევები და უშუალოდ ეთნიკური შუღლის გამოწვევები და აი ეს ტექნოლოგიები, ну, კი, მუშაობს დღესაც ესეც ძველი ასე ვთქვათ, მაგრამ ინერციით არა, ამართლებს ბევრგან, მაგრამ ну ხშირად არ ამართლებს. და შესაბამისად ახლა ეს ახალი ტექნოლოგიებიც საინფორმაციო ტექნოლოგიებიც უფრო იაფია, ასე ვთქვათ, უფრო ნაკლებ კვალს ტოვებს. ასე ვთქვათ, სისხლიანი კვალი ნაკლებია, თუმცა მე კი იწევს ეს დიდსის, მაგრამ ეს პასუხისგებლობა უკვე აღარ არის და უშუალოდ ამის გამომწვევებს, შემოქმედებს. ხო, აქედან გამომდინარე, პატიცემულმა ალიევმა, ილჰამ ალიევმა რაც თქვა, ეს რა თქმა უნდა შეესაბამება სინამდვილეს. ახლა აზერბაიჯანი თვითონაც მოქმედებდა, ასე ვთქვათ, არა, მოქმედებდა, მოდი ასე ვთქვათ, არა რეაგირებდა ხშირად, არამედ აგირებდა. ანუ ის პრევენციას აკეთებდა. ну ამას ისიც განაპირობებს, რომ აზერბაიჯანი ახლა არ არის მარტო ის მას აქვს ძალიან კარგი ურთიერთობები, სამოკავშირო ურთიერთობები თურქეთთან და ისრაელთან კიდე. და ის ძალიან მოხერხებულად მანევრირებს ისრაელის უზარმაზარი და უძლიერესი ლობის მეშვეობით შეერთებულ შტატებშიც და ევროპაშიც სხვათა შორის. და ისრაელს არის ორმხრივად სასარგებლო ურთიერთდამოკიდებულება შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანი აწვდის ისრაელს ნავთობს ბაქო-ჯეიხანის ნავთობსადენიდან 30% დაახლოებით მიეწოდება ისრაელს, რაც გადამუშავდება ეილათის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში. და ასევე ის ყიდულობს ისრაელისგან იარაღს აი ეს აირონდომი ცნობილი, ანუ რკინის გუმბათი, სწორედ ისრაელისგან შეიძინა ალიევმა, ანუ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და სხვა. და რაც თავარი იმას, რა ქვია, სხვა მოწინავე ტექნოლოგიებსაც ის იძენს. ამისთვის მას აქვს შესაძლებლობა, რა ქვია, ძალიან დიდი სახსრები და აქვს შიდა სტაბილურობა, ანუ ახლა ვისაც არ მოწონს ახლა უძახის რეჟიმს რაღაც მითოლოგიური დემოკრატიის პარამეტრებიდან და სიმაღლიდან, ესე იგი იძახის, რომ იქ არის დინასტიური მართლობა, ტირანია და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა ეს ასეც არის და საერთოდ ეს მაქსიმალიზმი მიწიერ ცხოვრებაში, რომ სახელმწიფო იყოს დაუშვათ რაღაც აბსოლუტურად ჰარმონიული და ესე იგი კერძო ინტერესები არ არსებობდეს, ესეთი утоპიები, რა თქმა უნდა, მათ აქვთ არსებობის უფლება, მაგრამ როდესაც ის ასე იგი ხორციელდება მიწიერ ცხოვრებაში, იწვევს სისხლის ზღვებს, ოკეანეებს, ესე ვთქვათ, და კიდე გაცილებით უარეს ტირანიებს, რასაც ხელს უწყობენ გარკვეული ესე ეთნიკურ რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, ასე ვთქვათ. სარგებლობენ რა ადამიანების გულუფხულო წარმოდგენებით და ასე ვთქვათ იმ აშკარა დაუშვათ და უსამართლობაზე აპელირებით, ესე იგი ამხობენ მეფეებს, ებრძვიან დაუშვათ რელიგიებს, ამ შემთხვევაში ეკლესიებს, რაღაცის
მიწიერი სამუთხის აშენების დაპირებით და მე რასაც ვღებულობთ ამის უამრავი მაგალითები გვაქვს. ხომ? დიახ, სამწუხაროდ. სხვა სისხლის ოკეანეები და ტირანიები. ხო. ახლა აქედან გამომდინარე ალიევი რას გულისხმობ ამ აგირების მექანიზმებში ის მოქმედებს მაგალითად პოლიტიკური ლობირების თვალსაზრისით რომ არ იყოს დაუშვათ მის წინააღმდეგ მიმართული აი როგორც ჩვენ პანტაპუნტით უცხადებენ ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენლებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციებს მაგალითად როდესაც სომხეთთან იყო სომხეთი უფრო სხვა პოზიციაში იყო და აზერბაიჯანი არ იყო ასეც გაძლიერებული იყო ასეთი სტრატეგია ესე იგი თურქეთი სომხური ლობის წინააღმდეგ არმია სომხეთის წინააღმდეგ. აი ესე ქონდა. ანუ არმიის გაძლიერება სომხეთის წინააღმდეგ და თურქეთი სომხური ლობის წინააღმდეგ. და სომხური ლობი არის სისტემა, რომელიც ძალიან ის არის ბევრ ქვეყანაში მუშაობს, განსაკუთრებით მაგალითად ეს არის საფრანგეთი, რომელთანაც ალიევს მოგეხსენებათ როგორ დამოკიდებულება აქვს არაჩვეულებრივი. ხალხის თურქეთი მუშაობს ახლა რაღაცა 1-2 წლის წინ რაღაცა ყური წავკარი სერიალი იყო, თურქული სერიალი იყო, სადაც რაღაც ისტორიული იყო თუ არ ვიცი 19 საუკუნის მე-20 ამბები იყო, არ ვიცი ვერ დავდებ თავს. მაგრამ საფრანგეთი იყო გამოყვანილი, აი საფრანგეთის მმართველობა რაღაცა საშინელ ტირანულ პოზიციაში, ანუ იდეოლოგიური საფუძველი. რა თქმა უნდა, იქ ყველაფერი იდეოლოგიზირებულია საერთოდ, ხო. აქედან გამომდინარე ალიევი აი ესე აზერბაიჯანი ასე მოქმედებს სხვათა შორის მან მოახერხა ალიევმა ამის საშუალება მისცა მას სწორედ ჩამოყალიბებული სისტემის მდგრადობამ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მტკიცე ურთიერთობებმა თურქეთთან ანუ კარგმა ურთიერთობა თურქეთთან და ისრაელთან ასევე სხვა ქვეყნებთან რომლებთანაც აქვთ აი მონათესავე ასე ვთქვათ სისტემებია ეს ცენტრალური აზიის მონათესავე ხალხებია რომლებიც ახლა კი უნდა ერდოგანს რო გააერთიანოს იმაში პანთურქულ რაღაც ნეო-ოსმანურ იმპერიაში მაგრამ ეს ახლა უფრო ისეთი ასე ვთქვათ განხორციელებელი პროექტია თუმცა სოლიდარობის მომენტი არსებობს ჩვენგან განსხვავებით, ნუ სომხეთი როცა აღმოჩნდა სოლიდარობის გარეშე და აღმოჩნდა დაუშვათ იზოლაციაში ვერ დავარქვი, მაგრამ როცა აღმოჩნდა მტკიცე მოკავშირის გარეშე ჩვენ ნახეთ რა შედეგი. შედეგი კიდევ კარგია სხვათა შორის. შედეგი კიდევ არ დადგა აზერბაიჯანმა არ დაარღვია აი წითელი ხაზები მართლა რასაც ხო, იმიტომ რომ გენოციდალ ახლა მე სულ ყოველთვის აზერბაიჯანულ არხებზეც გამოდიოდი მაშინ და ნუ გასაგები იყო რომ შესაძლებელი იყო გადაზრდილიყო ეს მართლაც კატასტროფულ სახელმწიფოს შორის კი ბატონო. დიახ და ეს გამოიწვევდა უდიდეს ტრაგედიას და ეს იქნებოდა ტრაგედია პირველ რიგში სომხებისთვის, მაგრამ აზერბაიჯანისთვის იქნებოდა საშინელი ესე იგი დარტყმა. ჩვენი რეგიონის და გამოიწვევდა უკვე სხვა ჩარევას გამოიწვევდა უკვე დიდი ძალების და ეს იყო ძალიან სახიფათო ალიევის ხელისუფლებისთვის სომეხმა მომწერა მაშინ შენო აზერბაიჯანს აიო ემხრობიო ასეო ისეო ასე იქით აქეთ რაღაც რელიგიურ მომენტებს მახსენ ნუ სისული მე ყოველთვის ვამბობდი რომ ეგ იყო უკვე წაგებული მათ წაგებული ქონდათ და იყო ფუჭი მსხვერპლი და ახალგაზრდობის განადგურება როგორც იმაში ქვია ყარაბაღში ისე შეიძლება გადაზრდილიყო კიდე გაცილებით უფრო უარი სისხლის ზღვაში თან აშკარად უკვე ვერ გააჩერებდი ამას და აზერბაიჯანული არმია იყო უკვე გამარჯვებული და წინააღმდეგობის გაწევის ნაკლები შანსი იყო იქ და თვითონ და ცოდნოდათ რომ დაუშვათ ეს ამის გაგრძელება უარეს შედეგებს გამოიწვევდა ეს ცალკე თემა იყოს ეს ცალკე თემა არის ახლა ჩვენ ერთი რამეც უნდა ვთქვათ და უნდა გვესმოდეს ჩვენი მდგომარეობა ახლა აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთოთ რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყდოთ გადაცემა ჩვენ მალე დაბრუნდებით და გველოდეთ ყოველთვის ბრუნდებით გამოდით საუბარ ჩვენს თემასთან სასან მანჯავიძესთან ერთად ბატონო ჩვენ სად მოვიაზრებით აქ და კიდე იქნება საინტერესო აი რისთვის რატომ გააკეთა ახლა ალიევმა თან ერქვა ახალი მსოფლიო წესრიგისკენ არა ეს მნიშვნელოვანია ეს სახელწოდება რატომ გააკეთა ახლა განცხადება ანუ ვისთვის იყო ეს მესიჯები მარტო შიდა ბაზრისთვის უგარეთაც და
ჩვენ ისევ რჩებით ყველაზე მოწყვლად გოლად სომხეთთან ერთად რეგიონში. ახლა მოდით ესე ვთქვა რა, ავიღოთ ეს სამი სახელმწიფო, ხო? თურქეთი თვითონ როგორც სახელმწიფო არის სოლიდარობის ერთგვარ ეს ქსელში, ხო? ეს არის ისლამური სახელმწიფო პირველ რიგში მიუხედავად იმისა, რომ საეროა, მაგრამ მუსლიმები არიან, შიიტები, ამით ისინი დაკავშირებული არიან ირანთან, ამის გარდა იქ არის ძალიან დიდი რაოდენობა მათი თანამოძმე ირანელი აზერბაიჯანელების, ამის გარდა ისინი მოდგმით და ენით, თუმცა მოდგმა გენეტიკას არ გულისხმობ, ენობრივ კულტურულად ისინი არიან თურქეთის უახლოესი მოკავშირე, ასევე ძალიან მტკიცე კავშირები აქვთ იქ დაუშვათ შუა აზიის რესპუბლიკებთან და რიცხობრივადაც ახლა აზერბაიჯანი ძალიან სამბეჭდავის დაგანიცა ის 2 მილიონი იყო დაუშვათ 30 თუ არ ვსწრებ დაახლოებით 20-იან წლებში მე-20 საუკუნის. მაშინ ყოველი მესამე სამხრეთ ქართველი იყო კი. 10 მილიონი გახდა ახლა. დიახ. ცნობისთვის ეს. მე ვიცი ჩვენ მაყურებელმა. ხო, გასაგე ანუ ის ერთგვარად გრძნობს თავს აი ამ სამყაროს ნაწილად. სომხეთი როგორც მე ვთქვი, ესე იგი ყოველთვის იყო ჯერ ერთი რუსეთის მოკავშირე, იქ უზარმაზარი დიასპორა აქვს. ამავე დროს დიასპორა ყავს სოფლიოში. ლობის სახით. დიახ და ლობი საკმაოდ ძლიერი, უამრავი მდიდარი და ესეთი გავლენიანი სომეხი ადამიანი ცხოვრობს სოფლიოში, რომელსაც ბუნებრივია აქვს და სენტიმენტები თავისი სომხური სახელმწიფო. მაგრამ ერთი ის არ ჩაუდიათ ამავიწყდა ის ფული როგორია. არა, ფულის საკითხი. ანუ სომხეთი აქამდე თავს გრძნობდა კომფორტულად ერთის მხრივ რუსეთის მოკავშირეობის გამო, მეორეს მხრივ დაუშვათ სომხური დიასპორის გამო, ის მარტო არ იყო. ხო. აქედან გამომდინარე, როდესაც აი მოხდა იქ პაშინიანის გამარჯვება და პაშინიანის რაღაც ესეთი ამბივალენტურ რაღაცნაირი ესე ვთქვათ დამოკიდებულების შეცვლა და უშუალოდ იგივე რუსეთის მიმართ იქნებოდა კურსის ცვლილების ასე ვთქვათ ნიშნები გამოჩნდა. მე მაშინ ვთქვი რომ როცა ეს რევოლუცია ხდებოდა რომ აუცილებლად სომხები დაკარგავენ ყარაბაღს. დაუწერე ეს რომ უსურვებს სომეხ ხალხს ნაკლები იმით გადაეტანოთ ის რაც ელოდებათ, იმიტომ რომ ეს ამის მანიშნებელია. თუმცა სომხეთი ახლა კვლავ არის აი მაგალითად იგივე საფრანგეთის გაძლიერებული იმის აქვია ინტერესის და მფარველობის ზონაში, ასევე დაუშვათ რუსეთში არსებული ძალიან ბევრი თუ დააკვირდებით პოლიტიკოსი იქნება, ანუ ის ლობირებს კვლავ რუსეთში გარკვეულ ძალიან საკმაოდ ძლიერ ძალებს, საკმაოდ გავლენიან ძალებს უпростоოდ. ახლა საქართველოს რაც ეხება. ну საქართველოს საერთოდ ისტორიულად ჩვენ რაც ქრისტიანობა მივიღეთ, ვიყავით ნაწილი, ასე ვთქვათ, დიდი ბიზანტიური სივრცის, ანუ რომაული სივრცის, ახლა ბიზანტია რო გეთქვა ხოთაშორის, მაშინ და ბიზანტიელი რომაელი იმისთვის კონსტანტინოპოლში, ამ იმპერიაში შემოვალი ადამიანს ვერ გაიგებდა რა ბიზანტიელი, ახლა ვძახით ჩვენ მაგას, თორე ეგ სინამდვილეში იყო რომის ჰრომნი ესე ეძახდნენ, ხო? და შემდეგ ბერძნული გახდა სახელმწიფო ენა უკვე ეს უფრო გვიან და ბერძნული ნაციონალიზმმა ერთგვარად ძალიან მძიმედ დააზიანა იმპერია, ვინაიდან ნაციონალიზმი და იმპერია ვერ ძოვენ. ხო, ну ახლა ეს ალკე საკითხია და საქართველოს მართალია ქონდა ომები ბიზანტიასთან, მაგრამ ბიზანტია იყო დიდი, ანუ რომი, ანუ კონსტანტინოპოლის იმპერია და ასე დავარქვათ, იყო დიდი კულტურული სივრცე, უზარმაზარი, გავიხსენოთ რომ სად იყო რომელი იმპერიაში იყო დაუშვათ სადღებულობდნენ განათლებას და სად ითარგმნებოდა წმინდა წიგნები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეს ხო, ისე ჩვენ ბოლომდე გამოვიყენეთ, ისე როგორც რუსეთის იმპერიის შემთხვევაში ბიზანტიაც რაც შეიძლებოდა გამოვიყენეთ. ну ახლა ეს იყო ახალი კი არა, როცა უკვე ტაუელი ბაგრატიონები მოდიან და საქართველოს გაერთიანების პროცესია, გავიხსენოთ რომ ბიზანტიის იმპერატორი ანიჭებდა მათ ტიტულებს. სევასტოსი და უშუალოდ კურაპალატი, მაგისტროსი და ასე შემდეგ, ხო?
მხოლოდ გვიან უკვე უარი თქვეს ქართულმა მეფეებმა, როცა გაერთიანდა და იმპერია გახდა საქართველო, ხომ 1022 წლიდან და იმპერია როცა გახდა ესე იგი მაშინ ითქვა უკვე უარი ბიზანტიურ ტიტულატურაზე. ახლა რას ნიშნავდა ეს, რომ ის განიხილებოდა როგორც დიდი სასახლე, ეს ქრისტიანული სამყარო, სადაც იყო ეს იმპერატორი, რომელიც ანიჭებდა კურაპალატოს, რას ნიშნავს ესე იგი სასახლეების პალატოს ან პალატები, ანუ პალატების კურატორი, ასე ვთქვათ, პალატის კურატორი. პალატა სამედიცინო თვალსაზრისით არის. ხო, და ჩვენ ვიყავით, ანუ ჩვენი ასე ვთქვათ, ეს დავარქვათ ამას კულტურული კოდის დიზაინი იყო თანხვედრაში ამ იმპერიასთან, იმიტომ ჩვენ ვიყავით იგივე წმენის იგივე ტრადიცია ქრისტიანული ტრადიციის გამზიარებლები ხო ასაც ქვია ესე იგი არა მონოფიზიტობა დიოფიზიტობა ხო რასაც რის გამო სხვათა შორის ქართველებმა და სომხებმა შორის მოხდა ეს დიდი განხეთქილება და დაწყევლეს ერთმანეთი საქართველოს ალბანეთის და სომხეთის პატრიარქებმა. სხვათა შორის მანდა საინტერესო მე ადრე მასალა გავაკეთე შეიძლება თქვენი იცით ან მაყურებელთა რომ ვინც არის ის ვიტყვი რომ ყველაფერი აუკრძალა სომხეთის პატრიარქმა ქართველებთან ყველა ტიპის ურთიერთობა სომხებს გარდა ვაჭრობისა. კი ბატონო, ისევე როგორც საუშვათ იქო, როგორც არაქრისტიანებთან, როგორც ისე იყავითო. ანუ ეს ისე საინტერესო ამბავია და ხო, ამის მერე ახლა რა ხდება? ამის მერე ჩვენ აღმოჩნდით იმპერიის, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, მანამდე დასუსტა იქ, მაგრამ ჩვენ ამასობაში გავძლიერდით, ხო? და ვიყავით დიდი ქვეყანა ძალიან. ვერც კი ვაცნობიერებთ რამ ხელა ქვეყანა იყო ეს და რა. ხოდეშიც როცა ვიყავით და უკლარჯეთში, მაშინ მივხვდი საიდან წამოვიდა, ვერაფრ ვერ ხვდებოდი, აი სოთა რუსთაველი კი ეს თქვა ვიცოდი დიდი იყო, მაგრამ აი სივრცულად ვერ ვიაზრებდი, რომ ეს სამყაროს ცენტრ და აი რატომ ხო ვეფხისტყაოს არ რატომ მიეცა ეს ხო შემთხვევით არ არის ეს ჯერ ქართულ ენაზე, რომელზე ძალიან ცოტა ადამიანი ლაპარაკობს და არსობრივად რო გაიგო, ქართველებმაც კი არიციან დღეს მით უმეტეს ისეთი ქართული. რატომ და ის საიდან იყო აზროვნების ასეთი მასშტაბი და რომ ნახე მე მივხვდი ეს რამხელა ქვეყანა იყო. კი, დიდი ქვეყანა იყო. უზარმაზარი ქვეყანა, თან როგორ რელიეფი განსხვავებული და როგორი იყო ამ ქვეყნის მართვა, როგორი დიდი უნარი სჭირდებოდა. ეს ხო იყო გაშლილი. ეს იყო მთათა სისტემის იქით და აქეთ დაო გლარჯეთი, შავშეთი, ერუშეთი, ჭანეთი, ეს იმერხევი, ეს მთელი ის იყო, რა ქვია, და აქეთ არიან ქართლი, ანუ ეს დიდი ქვეყანა იყო და ეს დაახლოებით 40,000 კვადრატული კილომეტრი იყო ეს, რა ქვია, სამცხე-საათაბაგო. თურქეთის მიერ ოკუპაცია რომ მოხდა და მიერთება რომ მოხდა თუ დაპყრობა ანუ ხო იქ კიდე ძალიან საინტერესო რამ არის როგორ მოხდა ეს სხვათა შორის და თურქებს რო დაელაპარაკებს სხვა ინტერპრეტაცია აქვს ხო დიახ ხო და გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი რო ნახო ანუ თურქებს ჩვენგან განსხვავებით კარგი აღრიცხვის სისტემა ჰქონდათ ისევე როგორც მონღოლებს ერთ იმპერიებს აღრიცხვის გარეშე არ არსებობს რუსებსაც კარგი სისტემა ჰქონდათ ხო იმპერია როცა არის მაშინ ის აღრიცხვის კარგ სისტემას აკეთებს აუცილებლად თურქებს არაჩვეულებრივი აღრიცხვის სისტემა ჰქონდა და იქ უნდა ნახოთ გვარებით და სახელებით სოფლებით არის ყველაფერი აღწერილი და რიცხვი არის კოლოსალური 1,800,000 რო წარმოვიდგინოთ ეს 1,800,000 ახლა მე-16 საუკუნეში ეს კოლოსალური რიცხვია ხო იმიტომ რომ და სადღა არის ის ხალხი ხო გასაგებია რომ ეს ხალხი არც არ გამქრალა მაგრამ ნუ ის ხო გადაგვარდა ანუ ხო ნუ ახლა ისინი ჩვენ გთვლიან ალბათ ხო ნუ ჩვენ გადასახები ახლა რო შეხედავ დაუშვათ იგივე თურქეთში მცხოვრებ ადამიანებს აგერ ფილმები ვნახოთ ფენოტიპი, ну, ჰაბიტუსი არაფრით არ განსხვავდება დაუშვათ დიდად ჩვენგან ხომ განსხვავებით დაუშვათ იმ ხალხისგან რომლებიც დაუშვათ მართლა თურქები იყვნენ. თურქები როცა აიფრეს ანატოლია 4% იყვნენ. რო წარმოვიდგინოთ. ეს იყო სამხედრო არისტოკრატია და ესეთი მოწყობა იმისი, რა ქვია, სამხედრო და ადმინისტრაციული სისტემა ისეთი ჰქონდათ,
რომ ეფექტური გამოდგა და დაიპყრეს ეს უზარმაზარი ტერიტორიები, ხო? ეს იყო კოლოსალური იმპერია. და თანაც ისინი გამოდიოდნენ როგორც განმათავისუფლებლები. ახლა ჩვენთვის ეს გაუგებარია, მაგრამ აი ფეოდალური დამოკიდებულებების ის და წოდებრიობა როგორც აქეთ იყო ამ სამსახურში იქ ნაკლებად იყო რა და შესაბამისად მე თუ ლუხჭე შეიძლება გამختارიყო. ნუ ოსმანთა იმპერია იყო, მაგრამ დაუშვათ იქ ხო ვაზირები და უშუალოდ სულ მონების დამამავლები იყო ბევრი და ასე შემდეგ, ხო? დიდი ვაზირები და მაღალი თანამდებობის პირები. კარგი, ეს აქეთ იყო. ანუ ჩვენ აღმოჩნდით სრულიად როცა ეს გარშემორტყმული აღმოჩნდით ამ იმპერიების რკალში და ის რაც ხდებოდა ჩვენს გარშემო, ეს ლოგიკური იყო, იმიტომ რომ ყველა იმპერია ცდილობს დაიქვემდებაროს და თავის ასე ვთქვათ გარშემო კულტურულ და რელიგიურ სივრცეში ადაპტირებული გახადოს, ისე რომ არ ქონდეს მას საფრთხე, ხო? აქედან ირანი იყო, რომელიც ну ახალი ირანი საერთოდ არ არსებობდა როგორც ერთიანი სახელმწიფო, იმის მერე, კაი 7 საუკუნე. სხვადასხვა ისინი იყვნენ სახანოები და ეს იყო ძირითადად მომთაბარე თურქული თურქული ტომების დინასტიები და სეფევიდებმა, რომელიც იყვნენ რადიკალური შიიტები, იგი ჩვენ ასაც ყიზილბაშებს ვეძახით ამ წითელთავიანები, შექმნეს ეს ირანის დიდი სახელმწიფო, ხო, რომელიც დაუპირისპირდა ოსმანთა იმპერიას, მაგრამ ძალიან ორიგინალური წარმონაქმნი არის სხვათა შორის ეს უცნაური ძალიან ერთის მხრივ ეს სპარსული იმპერიული ტრადიცია, მეორეს მხრივ ეს თურქული სამხედრო სიკველი, ესე ვთქვათ, და სამხედრო თურქები საერთოდ ცნობილი არიან როგორც მეომრები. ხო, ახლაც ასეა. ახლაც ასეა კი. და ახლა ნახოთ რა ხდებოდა, თურქები ყოველთვის იყვნენ მეომრები, ხო? და უამრავი ეს მოდგმა საერთოდ ძალიან დიდია, თურქული მოდგმა. ანუ ახლა ეს ამით რა მინდა თქვა, ჩვენ აღმოჩნდით ამ იმაში, რა ქვია, რკალში, ეს მით უმეტეს თემურლენგის ლაშქრობის მერე ჩრდილო კავკასიაც ამის ნაწილი ქრისტიანობა იქ აღარ გამუსლიმდა. ახლა ჩვენ მუსლიმებს კი არ უნდა კი არ ვერჩით. უბრალოდ ასე ხდებოდა იმ საუკუნეებში, რომ გასაგებია დომინაციაზე იყო, ხო? ჩვენ აი ესეთ მდგომარეობაში აღმოჩნდით. ეხლა ეხლა რომ რატომ უნდა იყოს ვთქვათ შობა 7 იანვარ და რატომ არა 25 მეხი კი არ ვადარებ, ის არის დაახლოებით და გავლენის ხო ის არის ინსტრუმენტი. ხო, ეს სამწუხაროდ ეს რელიგიური დაპირისპირება ყოველთვის იყო და დარჩება მეორეთ მოსვლამდე. ხო. ანუ ჩვენ არ ქონდა ეს არავითარი მოკავშირე თან ამას ხელს რა უწყობს, რომ ჩვენ გენეტიკურად, ანუ კულტურულად არავის არ გავართ. კი, ხო, აბსოლუტურად ისა ვარ. ახლა თუ დავუშვათ, უნათესაო ხალხი ვარ. აზერბაიჯანელები დავუშვათ, გასაგებია ხო ეს მათი კულტურა ძალიან კარგი და ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს არის ტიპიური დავუშვათ იმ ხალხებისთვის, რომელსაც ისინი განეკუთვნებიან, ხო? ხალხთა ოჯახისთვის. სომხურიც იგივეა. და ერთმანეთსაც რაღაცები გქონა, იმიტომ დიდი ხანი ერთად. ეს არაფერს არ გავს ეს ჩვენ. საერთოდ ისეთი ტიპის. ხო, ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, რომ ეს საერთოდ აბსოლუტურად განსხვავებული სამყაროა. აი ჩვენი სამყარო. ხო? ნახოთ როგორც ჩინური სამყარო, კი არ ვადარებ, რომელიც არაფრით არ გავს. ჩინური ის ხო. და რამხელა. და შენ და პატარა ხარ და განსხვავებული. აბსოლუტურად განსხვავებული, შიგნით კიდევ უამრავი განსხვავებული. და არაფერსა შეიძლება რაღაც ნაწილი რაღაცას გავდეს, მაგრამ თლიანობაში არაფერს არ გავს. ხო? არც ენა ხო ცნობილია რომ მოიძახიან ახლა კავკასიური ხან იმას მიაკუთვნებენ ხან ამას და ბოლო-ბოლო მივიდა იქამდე რომ ეს აი ქართული ენათა ოჯახი და მორჩა. არ არის ხო? ხო? ამავე დროს ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები, ხო? თანაც ეს ტრადიციულად ესეა, ჩვენ ყავს რა თქმა უნდა ქართველები, რომლებიც არიან მუსლიმები, მუსლიმი შიიტები, მუსლიმი სუნიტები, ხო, მაგრამ ძირითადად სუნიტები. კათოლიკებიც ყავს, მაგრამ ძირითადად ნაწილი მართლმადიდებელი ის არის. ახლა ერთადერთი ვიც იყო ტრადიციულად ის იყო რა ქვია, ხო, რუსეთი იყო. ანუ ეს დიზაინი ერთმანეთს ემთხვეოდა იმაში, რუსეთს რელიგიური სახელმწიფო იყო, მაშინ სხვანაირი სახელმწიფო არ არსებობდა, ხო, მაკეთა მხარეს და
აქედან გამომდინარე ეს მისწრაფება ანიჰილაციისკენ მათ არ ქონდათ. ანუ ჯიმისკენ კულტურულად და ფიზიკურად გაენადგურებინეს. შესაბამისად ახლა მოხდა ის რომ ჩვენ რაღაცნაირად მოვშენდით. დაუშვათ ეკლესიის შემდეგ ძალიან სერიოზული ის განვიცადეთ, ხო, გამრავლდით, ასე ვთქვათ, კულტურულად ძალიან აუმაღლდით და წარმოუდგენლად. კულტურულად ჩვენი პოტენციალით აუმაღლდით, გამრავლდით, იმიტომ რომ უსაფრთხო იყო გარემო. უსაფრთხო იყო, პოტენციალითაც აუმაღლდით და მოთხოვნადი იყო შენი კულტურული მოღვაწეობა სივრცეში. ხო, როარ ყოფილიყო ღირებული, მოთხოვნა იყო და მოთხოვნა ღირებული შეიძლება იყოს, მაგრამ მოთხოვნადი არ იყოს. აქ მოთხოვნადიც იყო, ღირებულიც იყო, გარდა ამხო, მაგრამ არ ქონდა სუვერენიტეტი, არ ქონდა სუვერენიტეტი ამ დროს, იმიტომ რომ ეს იყო სუპერ სისტემა, რომელშიც ჩვენ ვიცხოვრეთ რა, გამრავლდით. მოიშალა ახლა ეს სუპერ სისტემა და პლუს ტრაგედია ისე რომ დაპირისპირება გვაქვს. ესე იგი ამ სუპერ სისტემის სამართალმემკვიდრესთან და აღმოჩნდით რაში ახლა ევროპა იქით არის ესე იგი და ეს ისტორიული ევროპა გვინდაც აქედან მოდის ამ ისტორიული იმისგან აქვე ჩვენი მდებარეობისგან ხომ ეს ასე ვთქვათ შიგევროპულობა როგორც მოვლენა მისი ირაციონალიზმის და კომიკურობის მიუხედავად ხო და ფანატიზმის მიუხედავად ერთგვარად გასაგებია ეს ისტერიული რეაქცია აბარაუქნაძე ხო იმიტომ ის მიუღებელია იმიტომ რომ ტერიტორიები და ასე შემდეგ ესე იგი ერთი პერიოდი ხო თურქოფილიაც იყო მაგრამ ნუ იქ მე მიხვდნენ რომ იქ საერთოდ დემოკრატია არ არის რაც ევროპულობასგან აცილებს ანუ ეს თურქოფილიაც უარი იყო ნუ დანარჩენებზე აღარ ვლაპარაკობ რო არ გავაფუჭო კიდე უფრო მეტად ხასიათი და აი ეს დაგვემართა ეს გვაქვს ჩვენ ესე ვთქვათ გეოპოლიტიკური ისტერია ხო ჩვენი იმიტომ რომ ასეთი რეალობა გვაქვს ამიტომ ეხლა დაუშვათ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ეს განცხადება ან მხარდაჭერა რომ იცით რა ახლა თქვენ მე რომ ახსენებთ და იმას არ ახსენებთ ხო ეგ არასწორია ახლა ეს ერთი ხრი ჩვენ რა თქმა უნდა სგვესიამ უნდა და აზერბაიჯანის მხარდაჭერა ვიღაცამ ხომ და დაგვიჭიროს ხარი მაგრამ მეორე ხრი აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებაში არის პრაგმატული ძალიან მარცვალი და რა ჩვენ გვიკავია ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული მდებარეობა ევრაზიაში. ანუ ჩვენ ახლა ამ იმპერიამ დაგვიტოვა შავი ზღვის ზოლი, რომელიც მართალია იქ ესე იგი აფხაზეთთან აფხაზეთის ზოლი დავკარგეთ და მიითვისა. მაგრამ დანარჩენი რაც გვიკავია ესე ძალიან მნიშვნელოვანია დაუშვათ და უძვირფასესი. და შავი ზღვა რა არის? შავი ზღვა გეოპოლიტიკურად არის ჰარტლენდის, ანუ დაუშვათ ამ ცენტრალური ევრაზიის გასასვლელი თბილის ზღვებისკენ. ერთადერთი. დავაკვირდეთ, ერთადერთი გასასვლელი თბილის ზღვებისკენ, ხო? ჩვენ გვიკავია ეს ზოლი. ამავე დროს ჩვენ გვიკავია ვკეტავთ ესე იგი ვინტილივით ავართ იმის რა ქვია შუა აზიის უზარმაზარი სიმდიდრეები დაუშვათ იგივე ირანი იგივე აზერბაიჯანი რუსეთის ნაწილიც ხო მაგრამ ჩვენ ესეც გვაქვს ესე იგი ხო პორტები გვაქვს აი ეს ანაკლიის პორტზე იმიტომ ვამბობდი ეს ძალიან დიდი სერიოზული კონფლიქტის საფუძველი გახდება ამავე დროს ახლა აქ ჩაერთო ჩინეთიც ხო ჩაერთო ჩინეთიც თავისი ესე იგი გიგანტური იმებით ინტერესებით და ახლა ჩვენ გონია ეს შორი თორე ახლა დაუშვათ დიდი სახელმწიფოებისთვის ეს ძალიან მოკლე ხო ანძილე დახედო ხო აქედან გამომდინარე ეს დიდი ინტერესის ადგილი ვართ ხო ჩვენ და ახლა აზერბაიჯანს ძალიან კარგად ესმის რომ საქართველოს დესტაბილიზაცია არის ინსტრუმენტი მათ შორის მის წინააღმდეგაც და დაუშვათ თუ საქართველოში აი ესეთი ვურდალაკები მოიყვანეს ხელისუფლებაში თავისი ყველაზე უფრო ავანტიურისტული და მოდი ასე ვთქვათ დესტრუქციული ბრძანებების უსიტყვო შემსრულებლები ან გეოპოლიტიკური პიტბულები ეს მისთვის იქნება უდიდესი პრობლემა თუ განახდება ეს ფერადი რევოლუციების ისინი რა ქვია ექსპორტის პოტენციალი კვლავ საქართველოს გადაიქცევა ერთგვარ ბაზად
ნუ ყველა შემთხვევაში ეს იქნება დესტრუქცია დიდი. ან შეიძლება საერთოდ და უფრო მეტად ვინაიდან აქ შეუძლებელი გახდება პოლიტიკური სტაბილიზაცია, იმიტომ რომ ახლა რომ მოვიყვა ერთი წუთი წარმოვიდგინოთ რომ აი მოვიდა სათავეში ეს 4-ეული და უშუალოდ თავის კოალიციით და მომყოლებით, ხო? გასაგებია რომ ამას მოყვება ექსები, ამას მოყვება სამოქალაქო დაპირისპირება თვითონ სტრუქტურებში, მერე სალოვან სტრუქტურებში, მერე საძმოების ეს აღარ მინდა გავაგრძელო, გავლილი გვაქვს, როგორც სირიაში, როგორც უკრაინა, უამრავი ლივია, რა ვიცი, ბევრია მათი სახელი ლეგიონი, ეგრეთ წოდებული დაცემული სახელმწიფოა. აქედან გამომდინარე, მას ესმის ეს საფრთხე, იმიტომ რომ ეს ნიშნავს აზერბაიჯანისთვისაც უზარმაზარ პრობლემებს. და ეს მას არ აწყობს არანაირად. და მასზე გადასვლა იქნება ეს ამ პრობლემას. აქედან აი ესე უნდა განვიხილოთ ეს პრობლემა. ახლა რაც შეეხება დაუშვათ იმას რა ხდება ჩვენთან დაკავშირებით იგივე დაუშვათ რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკების მაგიდაზე სტამბულში, ხო? აქ დემონსტრაციულად იქნა განცხადებული რომ უკრაინაზე არ ვილაპარაკებთ. ხო, მხოლოდ საელჩოებზე, დიახ. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ვილაპარაკებთ მხოლოდ ამ იმის საელჩოების გახსნაზე და რუსული დიპლომატიური მისიის აღდგენაზე შეერთებულ შტატებში და ამაზე ილაპარაკებს 6 საათ ნახევარი თურმე. სხვათა შორის რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო დარჩიევი. ეს დარჩიევი არის ძალიან ცნობილი დიპლომატი, ძალიან გამოცდილი და ძალიან კარგად იცის საქართველოს პრობლემატიკა სხვათა შორის და კავკასიის. ეს არის ჩვენი ოსი ეროვნების არის რომელიც ესე იგი მოსკოვში აქაურია მოკლედ რა და ბრწყინვალეთ იცის ეს პრობლემატიკა. ხო, ცხადია რომ საქართველოს საკითხიც განიხილება, ახლა განიხილება რა კუთხით განიხილება. ეხლა ტრამპმა ორჯერ თქვა რომ აიო თავის სტილში რომ აიო იმანო ობამა მომიცაო იმას ესო ბუშმა მიცაო საქართველოს რუსეთს სულ იმეორებს ამას რატომღაც ხო მე კიდე არაფერი არ მიმიცია ობამა მიცა უკრაინა იმასო რუსეთსო მე ის ბუშმა მიცა საქართველოს რუსეთსო მე კიდე არაფერი არ მიმიცია ანუ რაზეა ლაპარაკი ახლა იმაზეა ლაპარაკი რომ ამერიკელები და რუსები შეთანხმდნენ ბუშად იმის ტრამპის ადმინისტრაცია რუსებს დაარწმუნა და ეს ღიად განაცხადეს რომ უკრაინის და საქართველოს ნატოში მიღების საკითხი არ დგას არც იდგა მაგრამ ეს იყო გარკვეული ტრიგერი ხარისთვის წითელი იმის ფრიალი ანუ ბუხარესტის სამიტი და ამას თავის პრეისტორია აქვს და აქედან გამომდინარე იძახის ამას ხლა ამას ჩვენი სლავა ჩვენი რა ვიცი რა დავარქვათ ამას რაღაც იგიჟე სლავა უკრაინას აღარ ამბობენ სლავა უკრაინას უკრაინას რა ახლა უკრაინა გასაგებია რაც ხდება ხო ანუ ის უკრაინაში რაც ხდება ეს უნდა იყოს მე მგონი ნათელი მაგალითი ყველასთვის რა მოყვება ბრმა მორჩილებას იმას რა ქვია დიდი სახელმწიფოების მიმართ და როგორ არ უნდა მიატაცებინო შენი ქვეყნის მმართველობა აგენტურას და გავაგზავნოთ შემდეგ. ხო. სამწუხაროდ ჩვენი დრო პირველი მომენტი მარკნა დრო ამოიწუროს, უბრალოდ აღმერთვინებას მაშინ ამოიწუროს. გადაცემის პირველი ნაწილის დრო მოიწურა ჩვენ რეკლამის გამომცემ ახლა შევწყდოთ გადაცემა და დაგიბრუნდებით მეორე სტუმართან ერთად.